პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გამოვეხმაურო იმ ტრაგიკულ მოვლენას, რომელსაც ადგილი ჰქონდა თბილისში და რომელმაც გულგრილი არ დატოვა ჩვენს ქვეყანაში არც ერთი მოქალაქე. ეს ეხება ტრაგიკულ აღსასრულს ჩვენი გმირი პოლიციელისა, ბექა მარგიშვილისა და მასთან ერთად დაჭრილი პოლიციელი, რომელიც ებრძვის სიკვდილის სიცოცხლეს, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველამ უნდა ვილოცოთ და გავაძლიეროთ, რათა დამოკიდებულება ამ ადამიანის მიმართ რომ გადარჩეს. მე წლების განმავლობაში მუშაობდი პოლიციის სისტემაში და ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკითხები, რომელიც პოლიციას ეხება, კანონის მოქმედებას ეხება პოლიციის შესახებ, პოლიციელების სოციალური დაცვის გარანტიების არსებობას ეხება და ამ მხრივ მე მაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შენიშვნები, ჩემის აზრით, რა თქმა უნდა, სუბიექტური აზრით მნიშვნელოვანი შენიშვნები, რომელიც საკანონმდებლო როგორც ნორმატიული საკანონმდებლო აქტის თვალსაზრისით დახვეწას მოითხოვს, ისე შიდა ნორმატიული ბაზის განახლებასაც. თქვენ მოგეხსენებათ, რომ დღეს საპატრულო პოლიციელად, ასე თქვათ, ქცევის პროცედურა მოიცავს იმ მარტივ პირობას, რაც ერთის მხრივ გულისხმობს უმაღლესი განათლების ქონას, ხოლო მეორეს მხრივ 6 თვიანი კურსების გავლას. რამდენად საკმარისია ეს 6 თვიანი კურსები იმისთვის, რომ საპატრულო პოლიციელად ჩამოყალიბდეს პირი, საკუთარ თავზე აიღოს უმნიშვნელოვანესი მისია, მათ შორის პროფესიონალ დამნაშავეთა წინააღმდეგ ბრძოლა, დროის იმ მოცემულ მომენტში, როდესაც ექსტრემალური ვითარება მას აიძულებს იმოქმედოს არაორდინალურად, დაიცვას როგორც სხვისი სიცოცხლე, ასევე საკუთარი სიცოცხლე, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ სუბიექტური განჯის საგანი, არამედ ობიექტურად, რომ მიმსჯელოთ, ეს არის სწორედ დისკუსიის გახსნის აუცილებლობა. ანუ ის მეთოდოლოგია, ის მეთოდიკა ზოგადად, რაც პოლიციის აკადემიაში არის დანერგილი, ჩემის აზრით, არ აკმაყოფილებს იმ პირობებს, რომლითაც დაცულია პოლიციელის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ეფექტურია მისი შემდგომი მოქმედებები, რაც გამომდინარეობს, როგორც მოგახსენეთ, პოლიციის შესახებ კანონიდან. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, აი საზოგადოებისთვის ვიზუალურად ნათელი გარემოებები. პოლიციელი, საპატრულო პოლიციელი არ არის აღჭურვილი ჯავშან ჟილეტით. თქვენ ვერ ნახავთ დასავლეთ ევროპის სახელმწიფოს, ვერ ნახავთ შეერთებულ შტატებში საპატრულო პოლიციელს, რომელიც ასევე ძალიან მაღალი სტატუსით სარგებლობს საზოგადოების თვალში, როგორც ავტორიტეტი, რომ მას არ ქონდეს ეს ელემენტარული დამცავი საშუალებები. პოლიციელი აუცილებლად უნდა გადიოდეს წვრთნისა და აღჭურვის ისეთ, ასე თქვათ, საფეხურებს, რომელიც მის ფიზიკურ მომზადებას უზრუნველყოფს და შემდგომში ეტაპობრივად მოხდება მისი, ასე თქვათ, მის მიერ ამ ტესტების და ნორმატივების ჩაბარება. ის უნარჩვევები, რომელიც 6 თვის განმავლობაში უბრალოდ შეუძლებელია, რომ იქნეს გამომუშავებული. პოლიციელი უნდა წარმოადგენდეს მნიშვნელოვან ავტორიტეტს საზოგადოების თვალში და ავტორიტეტის შექმნა ამ შემთხვევაში პირდაპირ დაკავშირებული არის აკადემიური განათლების მიღებასთან. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 6 თვიანი კურსები ასეთი განათლებისა და უნარჩვევების გამომუშავებისთვის სრულიად არასაკმარისი დროა. მე ვფიქრობ, რომ დროა, ესე იგი, დავიწყოთ საკანონმდებლო ბაზაზე მუშაობა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აი ეს ტრაგიკული მოვლენები, რომელიც ბორჯომში განვითარდა 23 იანვარს და შემდგომში ვარკეთილის მასივში, როდესაც პოლიციელები შეეწირნენ სრულიად თავზე ხელაღებულ მოქმედებას პროფესიონალი მკვლელისა, რომელიც როგორც ჩანს თავისი შინაგანი იდეის გამო ხოცავს პოლიციელებს, იმიტომ რომ მას არ მოსწონს სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები. და აქვე არ შემიძლია არ შევეხო გუშინდელ გადაცემა არჩევანში ბატონი არჩილ თალაკვაძის განცხადებებს. მან სხვათა შორის, არ ვიცი, ეს თქვენ არ გამოგეპარებოდათ, ბუნებრივია, მაგრამ არაურაზროვნად, ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ იგი როდესაც მუშაობდა სასჯელ ასრულების პრობაციისა და ეროვნული დახმარების სამინისტროში მინისტრის მოადგილის რანგში, ის კარგად იცნობდა მათ შორის უდოს კომისიის მუშაობის სპეციფიკას და რომ ყოფილიყო უდოს კომისიასთან დაკავშირებული აი დროის მოცემულ მომენტში, როდესაც განიხილებოდა შალვა აბულაძის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხი, არაფრის დიდებით მას არ გაუშვებდა პირობით ვადაზე ადრე. მართლა ძალიან მნიშვნელოვანია შესწავლილი იქნეს შალვა აბულაძის პიროვნება. ვისთან გვაქვს საქმე, რასთან გვაქვს, ეს სრულიად არაორდინალური მოვლენაა. ეს არის საზოგადოებისთვის განსაკუთრებით საშიში პიროვნება, რომელიც ყოველ წუთს, აი როდესაც ეხლა ეს ჩვენი ბრიფინგია თუ პრესკონფერენცია ამ წუთებშიც უქმნის საზოგადოების წარმომადგენლებს ძალიან სერიოზულ საფრთხეს, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და პოლიციამ ყველა ღონე უნდა იხმაროს იმისთვის, რომ დააკავოს
ეს ასე ვთქვათ თავზე ხელაღებული დამნაშავე სუბიექტი. მე არ შემიძლია აქვე არ აღვნიშნო ის ფაქტიც, რომ თავად ის გარემოება, რომ კაცმა რომ ჩაიდინა დანაშაული და ვერ მოხდა ლოკალური სივრცის გადაკეტვა, აი წარმოიდგინეთ, ხო, ეს ძალიან ელემენტარული საკითხია. ჩაიდინა დანაშაული ვარკეთილის მასივში. თქვენ იცით, რომ საპატრულო პოლიცია მუშაობს კონკრეტულ მისთვის განსაზღვრულ კვადრატში. კვადრატში მოხდა დანაშაული, კვადრატი უნდა გადაიკეტოს წამების განმავლობაში. წამების განმავლობაში უნდა გადაიკეტოს კვადრატი. ანუ შეიძლება ვერ მოძებნონ პირი 2 დღე, 3 დღე, 1 კვირა, მაგრამ შეუძლებელი არის ვერ მოიძებნოს. როცა იცი რომ კვადრატი ჩაკეტილია. და იქიდან ის არ უნდა გაგიქცეს უბრალოდ. ლაპარაკი არის სკრუპულოზური ძებნის მეთოდოლოგიის შემუშავებაზე, რომ გაიჩხრიკოს სარდაფები, გაიჩხრიკოს სხვენები, გაიჩხრიკოს თუნდაც ის სათავსოები, სადაც ის შეიძლება ასე ვთქვათ, ინფორმაციის საფუძველზე იმყოფებოდეს, მაგრამ ის ფაქტი, რომ დღეს საუბრობენ, რომ მან ქვეყანა დატოვა. კი, ვიცით, რომ ქვეყნის საზღვრის 42% არადემარკირებულია და დიდი ბოდიში შედარებისთვის, მაგრამ უნდა მოვიყვანო, რომ ქვეყანა დაემსგავსა იმ ღობეყორე მონგრეულ სალს, სადაც ღორები ბოდის ვიხდი და გადარბიან და გადმორბიან. ეს ერთ-ერთი პროზაული ნაწარმოებიდან ჩემი ინტერპრეტაცია არ გეგონოთ, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ესეა. და დღეს მართლა ჩდება ეჭვი, ხომ არ დატოვა ამ ადამიანმა საზღვარი. მე თქვენ მაგალითად მოგინიშნავთ საქართველოს სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე ძალიან ბევრი ისეთ ადგილს, სადაც თქვენ ჟურნალისტები შეძლებთ გადასვლას და თავისუფლად უკან დაბრუნებას, ისე რომ არც ქართული მხრიდან, არც სომხური მხრიდან თქვენ არ შეგეხებიან. მე თქვენ განახებთ უამრავ ადგილს ლაგოდეხის რაიონში, განახებთ იგივე სადავო დავით გარეჯის ტერიტორიაზე ძალიან ბევრი ადგილს, სადაც თქვენ იგივე ჩიჩხიტურის თხემის გასწვრივ შეძლებთ გადასვლას აზერბაიჯანის საზღვარზე და გასვლას თავისუფლად. ასე რომ ესეთი განცხადებები კიდევ უფრო დიდ განსაცდელში აგდებს ჩვენ საზოგადოებას და კიდევ უფრო აღვივებს დაუშტილობის სინდრომს და მათი ასე ვთქვათ დაცულობის ხარისხს კიდევ უფრო ამცირებს. ასევე არ შემიძლია ბატონი არჩილ თალაკვაძის მიმართ არ გავაკეთო კიდევ ერთი შენიშვნა. მან გუშინ განაცხადა, რომ ისინი არიან ის ადამიანები, ვციტირებ მის ასე ვთქვათ ფრაზას, ისინი არიან ის ადამიანები, რომლებმაც პოლიციელების საქმიანობა საკანონმდებლო ჩარჩოში მოაქციეს და რომ ისინი ოქროს შუალედში გადიან ერთის მხრივ ადამიანის უფლებების დაცვისა, ხოლო მეორეს მხრივ კრიმინალთან ბრძოლის საკითხებში. ალბათ დამეთანხმებით, რომ სწორედ ეს ფრაზა თქვა მან და ააფრიალა ფურცელი, სადაც 12 ესე იგი ყოფილი მსჯავრდებულის გვარი და სახელი იყო მოცემული, რომელიც ნაციონალური მოძრაობის დროს მათი განთავისუფლების მომენტისთანავე გაიყვანეს საზღვრებს გარეთ. მე მინდა ბატონ არჩილს სრული პასუხისმგებლობით ვუთხრა და ამავე დროს ვთხოვო მას, რომ ჩემი განცხადების შემდგომ ყურად იყოს ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომ დღესაც გრძელდება ეს მავნე პრაქტიკა. დღესაც თუ პირი არის ყოფილი მსჯავრდებული და გათავისუფლდა, მასთან აი ჰოლივუდური სცენარის მიხედვით მიდის 2 შავი ფერის ჯიპი, იქიდან გადმოდიან პიროვნებები, ჩაცმულნი ოფიციალურად და მას აძლევენ 5 დღის ვადას იმისთვის, რომ მან დატოვოს ქვეყანა. იმისთვის, რომ ეს ჩემი სიტყვები ფუჭად და ჰაერზე ნასროლად არ მოგეჩვენოთ, მე მაგ კონკრეტული მტკიცებულებები და ერთი ბოლო მტკიცებულება არის სულ 2-3 კვირის წინანდელი, რა დროსაც ყოფილი მსჯავრდებული პირი, რომელიც გათავისუფლდა სასჯელასრულების დაწესებულებიდან, დედისერთა მინდა ვთქვა, მხოლოდ დედა ყავს მას, ასე ვთქვათ, ქვეყანაში, იძულებული გახადეს, რომ დაეტოვებინა ქვეყანა. როდესაც მან თქვა, რომ არც სახსრები გააჩნია, არც შესაძლებლობა და ბოლო-ბოლო როგორ უნდა გავიდეს ქვეყანა, ასე ვთქვათ, საქართველოს ფარგლებს გარეთ, თუ კი მას ვიზა ჭირდება ელემენტარულად, მათ უთხრეს, რომ არის ქვეყნები, რომლებიც უვიზო რეჟიმით, ასე ვთქვათ, სარგებლობენ, ეს არის თურქეთი, უკრაინა, ბელორუსი, რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და შენი არჩევანია, სადაც გინდა იქ წადი. შენ თუ 5 დღეში არ დატოვებ ქვეყანას, მაშინ ჩვენ იძულებული ვიქნებით ჩაგიდოთ ფაქტი და დაგიჭიროთ. ეს ხდება არჩილ თალაკვაძის სამინისტრო უწყების ქვემდებარე ქვედანაყოფების კონკრეტულ ოფიცერთა შემადგენლობის მიერ, ასე ვთქვათ, სულ ახლახანს. და ეს არ არის მარტო ამ სუბიექტთან დაკავშირებით. აქვე რო არ გამომრჩეს ეს მომენტი, მინდა უთხრა, რომ დღესვე შევა განცხადება ბატონი არჩილ თალაკვაძის სახელზე, აი ამ ახალგაზრდა კაცის დედის მიერ, რომელიც მოითხოვს მასთან შეხვედრას, რომ პირადად ჩააყენოს ბატონი არჩილის საქმის ყურში, იმიტომ რომ მან გუშინ გააკეთა რუსთავიორზე განცხადება, რომ ვერ დაასახელებს ვერავინ ნებისმიერი ადამიანი, ვინც უნდა იყოს, გადაცდომებს აი ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის მხრიდან.
აი ვუსახელებ მას კონკრეტულ გადაცდომას, პერსონალურ ინფორმაციას ბუნებრივია არ ვამჟღავნებ ამ ადამიანის ინტერესებიდან გამომდინარე და უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მაგრამ ასევე იქიდან გამომდინარე, რომ მისი დედა მზად არის ყველაფერი მოუყვეს მაღალ ჩინოსნებს, მათ შორის ბატონ არჩილ თალაკვაძეს, ის ამ მიზნით დღეს შეიტანს განცხადებას და ხვალ უკვე ალბათ ბატონ არჩილს თუ მისი სურვილი იქნება ან ზეგ, შესაძლებელი იქნება, რომ ესე იგი ეს გასაუბრება მოხდეს და უფრო დეტალურად მიიღოს ინფორმაციები ამასთან დაკავშირებით. ასევე რომ დაუბრუნდეთ გუშინდელ არჩევანს, მე უბრალოდ არ შევეხო იმ ამაზრზენ ფაქტს, რაც შეეხება ტენდენციურობას რუსთავი 2-ის მხრიდან. მე გულიმწყდება, რომ მათი ჟღალი მიკროფონი დღეს არ ამშვენებს, ასე ვთქვათ, ამ ჩვენ სტუდიას, მაგრამ მათ შეუძლიათ ეს ინფორმაცია მიიღონ და თუ სურვილი ექნებათ გამოგვეპასუხონ. რას დავაბრალოთ? იმას, რომ ეს ქოცნაცური ალიანსი წყულწვილად არის მიწვეული, ესე იგი, ამ ტოკ-შოუში, სადაც ჩვენი პარტია, ესე იგი, სხვადასხვა ბრუნვაში არის მოხსენებული როგორც ანტისახელმწიფოებრივი ორგანიზაცია და სამწუხაროა, რომ ქალბატონი მანანე კობახიძე, რომელსაც პოლიტკოლეგიალობის განცდა უნდა ჰქონდეს სამართლიანობიდან გამომდინარე, თუნდაც ოდნავ ასე ვთქვათ გაკვირით მაინც შეხებოდა ამ ფაქტს, იმიტომ რომ მან სამწუხაროდ ვერ შეძლო არამც თუ ჩვენი პოზიციების და ობიექტური სამართლიანობიდან გამომდინარე აი ამ გარემოების დაცვა, არამედ საკუთარი ქართული ოცნების პოზიციების დაცვაც და ეს გამოიყურებოდა ძალიან უსუსურად, მინდა გითხრათ, სამაგიეროდ აღშფოთებულნი იყვნენ, ასე ვთქვათ, ქოცნაცური ალიანსის ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივი სინდიკატის წარმომადგენლები, ბატონი კუბლაშვილი და ბატონი მინაშვილი, რომლებიც ესე უტიფრად სახელდებდნენ გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას როგორც ანტისახელმწიფოებრივ ორგანიზაციას და ავიწყდებოდათ ის, რომ 7 ნოემბერი, 6 მაისი, 15 ივნისი, 26 მაისი და კიდევ რამდენი ისეთი სისხლიანი თარიღი შეგვიძლია ჩამოთვალოთ სწორედ მათ კისერზეა. მაგრამ ეს გასაკვირი არ არის, თუ ვინმეა დღეს მთავარი სუბიექტი, უბრალოდ ობიექტი ბრძოლისა, ეს არის სწორედ დემოკრატიული მოძრაობა და მისი ლიდერი ქალბატონი ნინო ბურჯანაძე და ეს ცილისმწამებლური კამპანია, რაც მიმართული არის საქმიანი დისკრედიტაციისაკენ და პარტიის, ასე ვთქვათ, მიმართ საზოგადოებაში ინტერესის დაკარგვისკენ, უბრალოდ განიცდის ფიასკოს. მე მათ ვპირდები, რომ არჩევნების დანიშვნისთანავე გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა იტყვის თავის მნიშვნელოვან სიტყვას ქართულ პოლიტიკაში.